შეერთებული შტატების სენატორების ვიზიტი საქართველოში და გასული კვირის ნატოს მინისტერიალი ბერლინში. ეს იყო ორი ძირითადი თემა, რომლებზეც საუბარი იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელ ბრიფინგზე. მინისტრის მოადგილემ გერმანიის დედაქალაქში ქართული დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა და ამერიკელი სენატორების სტუმრობის მთავარ მიზანზეც ისაუბრა. ბრიფინგს ჩვენი კორესპონდენტი ნათია გოგსაძე დაესწრო. დიახ, ყველა ის საკითხი, რომლის შესახებაც გიორგი თქვენ ისაუბრეთ, ამ თემაზე ბრიფინგი სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. თუმცა დღევანდელი პრესკონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე იყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება და ის როლი, რომელიც საქართველოს ამ პროცესში აკისრია. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ საკითხთან დაკავშირებით არავითარ ზეწოლას არ ახდენს საქართველოზე და რომ ოფიციალურ თბილისს აქვს თავისუფალი არჩევანი და ამ თემაზე მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. მოლაპარაკების პირველი რაუნდი უკვე დასრულებულია. მოგვიანებით კი აპრილის ბოლოს 28-29 აპრილს ისევ როგორც ქართული მხარე, ასევე რუსული მხარე კვლავ მიუჯდება მოლაპარაკების მაგიდას და ყველა იმ საკითხს განიხილავს, რომელსაც ქართული მხარე ოფიციალურ მოსკოვს უყენებს. ნინო კალანდაძემ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ამ თემასთან დაკავშირებით არავითარ პოლიტიკურ საკითხებს არ ითხოვს. მოლაპარაკებათა პროცესში წინ არის წამოწეული მხოლოდ ის თემები, რომელიც თავად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებიდან გამომდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატები განსხვავებით რუსეთის ფედერაციის მაღალჩინოსნების მტკიცებისგან ყოველთვის ამ პოზიციაზე იდგა, რომ ისინი არასდროს არ აპირებდნენ რაიმე სახის ზეწოლა განახორციელებინათ საქართველოს ხელისუფლებაზე, იმისათვის რომ დაეჩქარებინათ პროცესი. ჩვენთვის ცნობილია, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე მთელი რიგი დასავლური სახელმწიფოების ინტერესში შედის რუსეთის გაწევრიანება სავაჭრო ორგანიზაციაში მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად. მიუხედავად ამისა, ცნობილია ჩვენთვის, რომ ყველა აღიარებს ჩვენს სუვერენულ უფლებას გამოთქვათ პრეტენზია და ასევე უფლებას, რომელიც გააჩნია ყველა წევრ სახელმწიფოს, როდესაც მას შესაბამისი იურიდიული სახის შენიშვნები გააჩნია. გაწევრიანების საკითხი არ წარმოადგენს პოლიტიკურ საკითხს, უპირველეს ყოვლისა ჩვენს დაინტერესებაშია, რომ მოლაპარაკებები წარმატებულად წარიმართოს და რუსეთმა შეძლოს გაწევრიანება, თუმცა იცით თქვენ, რომ ჩვენ რამოდენიმე მოთხოვნა გვაქვს, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს სავაჭრო ორგანიზაციის წესდებიდან და არავითარ შემთხვევაში არ ატარებს ეს რაიმე სახის პოლიტიკურ ხასიათს. ნინო კალანდაძემ ასევე შეაფასა ბერლინის მინისტერიალი და მის ფარგლებში ჩატარებული ნატო-საქართველოს კომისიის ხდომა და ის დეკლარაცია, რომელიც პირველად იქნა მიღებული ნატოსა და საქართველოს ურთიერთობის პროცესში. ნინო კალანდაძის შეფასებით, მსგავსი ტიპის დოკუმენტი ნიშნავს იმას, რომ ალიანსი არ იცვლის თავის პოზიციას საქართველოსთან მიმართებაში და რომ ჩრდილოატლანტიკურ კავშირთან ურთიერთობა კვლავ გაგრძელდება ისევე როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო თანამშრომლობის სფეროებში. ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში პირველად გაკეთდა ერთობლივი განცხადება, რომელიც ეხებოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, რომელიც გამოირჩეოდა მხარდამჭერი განცხადებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ასევე ურყევი პოლიტიკის გაცხადება მოხდა კიდევ ერთხელ, რომ სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსთან უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება და ეს იქნება კვლავ ალიანსისა და საქართველოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე ნინო კალანდაძემ ასევე ისაუბრა სენატორთა დელეგაციაზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოვიდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეს არის საკმაოდ მაღალი რანგის დელეგაცია. თავდაცვისა და საბიუჯეტო კომიტეტების წევრები საქართველოში შეხვდებიან, ისევე როგორც ქვეყნის პირველ პირს მიხეილ სააკაშვილს, ასევე მათ მოლაპარაკებები ექნებათ საქართველოს პარლამენტში, შეხვედრები ექნებათ უშიშროების საბჭოში, როგორც ნინო კალანდაძე აცხადებს, ამერიკელი სენატორები საქართველოში ვიზიტის შემდეგ უკვე გადაინაცვლებენ უკრაინაში, მოგვიანებით კი მათ ასევე შეხვედრები და მოლაპარაკებები ექნებათ ბალტიისპირეთში.